მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ქუთაისელი ექიმები. მე გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი თამუნა გვილავა ვარ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალაქ ქუთაისში დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელყურცხვირის კლინიკა გიჩი. ჩვენი საუბრის დღევანდელი თემა იქნება კანი და კანთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ამავე კლინიკის ექიმი, დერმატოვენეროლოგი ბატონი ბუჭა ჩაკვეტაძე. ჩვენ ვისაუბრებთ კანის სხვადასხვა დაავადებებზე, რა სიახლეები არსებობს მედიცინაში კანის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, რა ინოვაციური მეთოდებია, როგორ მკურნალობენ კანის სხვადასხვა დაავადებებს, არსებობს თუ არა კანის მემკვიდრეობითი დაავადებები. ჩვენი გადაცემა ყველაზე მეტად ალბათ დაინტერესებს ქალბატონებს, რადგან ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ თვალების ირგვლივ კანის გაახალგაზრდავების შესახებაც. მაშ ასე ჩვენ ვართ სტუმრად კლინიკა გიჩი ექიმ დერმატოვენეროლოგ ბატონ ბუჭა ჩაკვეტაძესთან. მოგესალმებით ბუჭა ექიმო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობის მიღებას. მოგესალმებით, წარმატებას ვესურვებთ თქვენს გადაცემას. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ ჩვენი საუბრის ძირითადი თემა დღეს იქნება კანი და კანთან დაკავშირებული დაავადებები. რამდენად ხშირია კანის პათოლოგიები და ყველაზე მეტად და ძირითადად რა პათოლოგიები გვხვდებათ? კანის პათოლოგიები ძალიან გახშირდა, მით უმეტეს ამ ბოლო დროს. ყველაზე ხშირად გვხვდება ისეთი პათოლოგიები, როგორიც არის აკნე, როზაცეა, ფსორიაზი, ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი და ასე შემდეგ. თუმცა პირველ ადგილს დავუთმობდი აკნეს. აკნე რა დაავადებაა? აკნე არის ცხიმოვანი ჯიკლების პათოლოგია, რომელიც ძირითადად გამოწვეული არის სხვადასხვა ფაქტორების მიერ, თუმცა მთავარი ძირითადი ფაქტორი ეს არის სასქეს ჰორმონების ზემოქმედება ცხიმის ჯირკვლებზე, რის შედეგადაც ცხიმის სეკრეციის დისბალანსი ხდება, ირღვევა ცხიმის სეკრეცია და შესაბამისად ვღებულობთ პათოლოგიურ სურათს ამის ფონზე. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ აკნე არის ასაკობრივი დაავადება? აკნე ასაკობრივი დაავადება არის, თუმცა აკნე მასაკი არ იცის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ შესაძლოა შევხვდეთ როგორც ახალშობილთა აკნეს, ასევე შესაძლოა 80 წლის ადამიანსაც კი ჰქონდეს მსგავსი პრობლემა. ექვემდებარება თუ არა უკაცრავად ეს დაავადება მკურნალობას? დაავადება მკურნალობას ექვემდებარება, მით უმეტეს ბოლო ხანებში იქნა შემუშავებული ისეთი პრეპარატები, რომლებიც ძირითადად ამ დაავადების კენ არის მიმართული, ანუ სამიზნე მათი არის ცხიმის სეკრეციის დაბალანსება და მიიღება ხანგრძლივი რემისია და სრული განკურნებაც კი. ძალიან დიდი მადლობა. ბუჭა ექიმო, რა მეთოდებით და რა კვლევებით ხდება კანის სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირება? კანის დიაგნოსტირება ხდება დერმატოსკოპიით. დერმატოსკოპია ნიშნავს კანის გაშუქებას, გადიდებას. ჩვენთან მაგალითად პორტატული დერმატოსკოპი, რომელიც არის გერმანული აპარატი, არის ესეთი ფოტოფაინდერ ბოდი სტუდიო ეწოდება, რომელიც არის კომპიუტერული კვლევა, ითვალისწინებს კანის კომპიუტერულ კვლევას და არსებობს მისი პორტატული აპარატი, რომელიც იგივე საქმეს აკეთებს, მაგრამ არის ესეთი პატარა არის უფრო და არ ჭირდება, ვთქვათ, ესეთი დიდი არ არის ისეთი დიდი დანადგარი. თუმცა იგივე ფუნქცია აქვს ზუსტად და იგივენაირად ხდება კანის დიაგნოსტირება ამ აპარატითაც. უკვე გაზაფხულდა, გაზაფხულთან ზდევს, როგორც ცნობილია, სხვადასხვა ალერგია და კანთან დაკავშირებით გაზაფხულს თუ აქვს რაიმე კავშირი? გაზაფხულზე თუ ხდება რაიმე კანის დაავადებების უფრო მეტად გავრცელება? რა თქმა უნდა, არსებობს გაზაფხულთან დაკავშირებით კანის დაავადებების პათოლოგიების გამწვავება. და ისეთი პათოლოგიები მწვავდება, როგორიც არის მაგალითად ატოპიური დერმატიტი ბავშვებში, როგორიც არის ჰერპეს ვირუსთან ასოცირებული დაავადებები, ფსორიაზი და ასე შემდეგ. სეზონურობა, რომელ დაავადებებსაც ახასიათებს ის დაავადებები ძირითადად აქტიურდება. და მიზეზი ამ ყველაფრის არის გარემო ფაქტორების ცვლილებები და თვითონ დაავადების სეზონურობა. ბატონო ბუჭა, მოდით ახლა ვისაუბროთ იმ დაავადებებზე, რომელიც მიმდინარეობს ქრონიკულად, ანუ ქრონიკული გენეზის კანის პათოლოგიებზე ვისაუბროთ. ქრონიკული გენეზის კანის პათოლოგიებიდან პირველ ადგილზე დავაყენებდი ფსორიაზს ისევ და ისევ, იმიტომ რომ ეს დაავადება საუკუნეების განმავლობაში და დღემდე არის შეუსწავლელი, ანუ გულისხმობ იმას, რომ არ იცის კაცობრიობამ დღემდე რა იწვევს ამ დაავადებას, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და მისი განკურნება, სრული განკურნება შეუძლებელია. თუმცა ამ ბოლო დროს იქნა შემუშავებული სხვადასხვა ახალი მეთოდები, რომლებიც ამ დაავადების მართვას უზრუნველყოფს. კერძოდ ამ სხვადასხვა მეთოდებით მიიღება
ხანგრძლივი რემისია, ხანგრძლივი გამოჯანმრთელება და ეს იმდენად ხანგრძლივია ხანდახან, რომ ისეთ ქრონიკული დაავადებით შეყვარებული პაციენტებსაც როგორც ფსორიაზია, მაგალითად, რამოდენიმე წელი რომ მას არ გამოაყრის, ეს მისთვის უკვე ძალიან დიდი შვებაა და შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 წლიან რემისიას თუ კი მივიღებთ ამ სხვადასხვა მკურნალობის მეთოდებით, ამ შემთხვევაში შედეგი მიღწეულია. არის თუ არა ფსორიაზი მემკვიდრეობითი დაავადება? ფსორიაზი როგორც ასეთი მემკვიდრეობითი აუცილებელი არ არის, რომ დედას ჰქონდეს ან მამას და შვილსაც დაემართოს, მაგრამ გარკვეულ როლს გენეტიკური ფაქტორი აშკარად თამაშობს ამ დაავადების განვითარებაში. და რა იწვევს ამ დაავადების ჩამოყალიბებას? დაავადების ჩამოყალიბებას როგორც ასეთი უშუალოდ რა იწვევს, კონკრეტული გამოწვევი მიზეზი მისი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომლებიც მოქმედებს მის პროვოცირებაზე, ამ დაავადების პროვოკაციას იწვევს. ეს ფაქტორებია, როგორც თქვით უკვე, ეს მემკვიდრული ფაქტორი, რა თქმა უნდა, მთავარი და ძირითადია, ასევე არსებობს სტრესული სიტუაციები, სტრესული ფაქტორები, სტრესი ძირითადად არის გამშვები მექანიზმი ფსორიაზის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. თუმცა შესაძლოა არც არანაირი სტრესის ქვეშ არ იყოს პაციენტი, არც გენეტიკური ფაქტორიც არ თამაშობს როლს, მაგრამ სპონტანურად აღმოაჩინოს, რომ მას ექიმა დაუსვეს ფსორიაზის დიაგნოზი. ბატონო ბუჭა, ბევრი ადამიანი მოგმართავს შეკითხვით, არის თუ არა საშიში ხალები, რომლებიც ადამიანებს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე გამოსდით ხოლმე. რა არის ხალი? გააჩნია რა შემთხვევაში ხალი ეს არის ჩვეულებრივი გააჩნია როგორი არის ხალი ხალი შეიძლება იყოს წამოწეული კანის ზედაპირიდან შესაძლოა იყოს კარის დონეზე და არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ხალი სხვადასხვა წარმონაქმნებთან ზოგადად წარმონაქმნები ძალიან ბევრია ხოლმე ადამიანის სხეულზე შეიძლება იყოს სებორეული კერატოზი შეიძლება იყოს პაპილომატოზური სხვადასხვა წარმონაქმნები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რბილი ფიბრომა რომელიც დაკავშირებულია რიგ შემთხვევებში ასაკთან და მზესთან, რიგ შემთხვევებში ვირუსთან და საერთოდ არ არის ხალი. მაგალითად, ხშირად ერევათ ხოლმე ერთმანეთში პაპილომატოზური წარმონაქმნები და ხალები და გონიათ ეშინიათ პაციენტებს, რომ კიბო ხომ არ მაქვს, ესე არ არის. მისი, ანუ დაზუსტებული ინფორმაციისათვის იმისთვის, რომ იცოდნენ მათ რასთან გვაქვს საქმე, საჭიროა დერმატოსკოპიული კვლევა, ექიმ დერმატოლოგის კონსულტაცია და ზუსტი დიაგნოზი. და იმ შემთხვევაში თუ კი პაციენტს სურვილი ექნება გათავისუფლდეს ამა თუ იმ წარმონაქმნისაგან, რომელიც მას დისკომფორტს უქმნის როგორც ვიზუალურად, ასევე კოსმეტიკური დეფექტის თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენთან ყოველ შემთხვევაში შესაძლებელია მისი დიაგნოსტირება და მოცილების მეთოდის შერჩევაც. აი ძალიან აქტუალურად არის გავრცელებული მოსახლეობაში ის მოსაზრება, რომ ხალთან არ შეიძლება, როდესაც ხალი აქვს სახეზე გაპარსვა არ შეიძლება რაიმე მეთოდით ხალის მოცილება, რამდენად უსაფრთხოა ეს თქვენ აღნიშნეთ ახლა ხალების მოშორება, თუ ეს აუცილებელია. დიახ, კი ბატონო. თავარი პრობლემა რის გამოც ეშინიათ პაციენტებს ხალებთან შეხების, ეს არის ის ავთვისებიანი პროცესები და გადაგვარება კანზე არსებულ ხალზე, რომელიც ძირითადად რომელსაც ყველას ეშინია და რომელიც ესეთი აქტუალურია გულისხმობ მელანომას. იმიტომ რომ მელანომა ყველაზე აგრესიული სიმსივნეა, როგორც ვიცით, სიმსივნეებს შორის და ბოლო დროს მისმა რაოდენობამ იმატა, მათ შორის საქართველოშიც კი. ზოგადად, როდესაც არის გაურკვეველი გენეზის რაღაც წარმონაქმნი, კარზე ყოველთვის სასურველია, რომ ამით პროფესიონალი დაკავდეს და არა თვითმკურნალობა, თვითმოშორება და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს ესეთი გამოთქმა, როდესაც რაიმე წარმონაქმნი აქვს ადამიანს, მოიშორე და დაივიწყე, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს თვითონ პაციენტის მიერ, ეს უნდა გააკეთოს პროფესიონალმა ექიმმა დერმატოვენეროლოგმა. საშიში იმ მხრივ არის ჩარევა, რომ ნებისმიერი წარმონაქმნი შესაძლოა იყოს ავთვისებიანი გენეზის პერსპექტივაში, ამას ვერ მიხვდეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ვერ მიხვდება, თუ მას არ აქვს სამედიცინო გამოცდილება და ნებისმიერი ტრავმატიზაციის ან მზის ინსოლაციის შედეგად შესაძლოა ის გარდაიქმნას მალიგნიზაცია, ანუ გაავთვისებიანობა მოხდეს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკებთან გვაქვს საქმე. ანუ საკმაოდ სწორად არის გავრცელებული მოსაზრება მოსახლეობაში იმის თაობაზე, რომ ხალებთან თამაში არ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეთანხმები ამ მოსაზრებას. ყველაზე მეტად განიცდიან კანთან დაკავშირებულ პრობლემებს. ყველაზე მეტად უნდათ, რომ ჯანმრთელი და ლამაზი კანი ქონდეთ ქალბატონებს. რაიმე სიახლეები ხო არ არსებობს თანამედროვე მედიცინაში, განსაკუთრებულ მოვლაში, რომ მიეხმარებათ ქალბატონებს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ქუთაისში ჩამოიტანეთ უკვე ისეთი აპარატურა, რომლის საშუალებითაც ქალბატონებს შეუძლიათ თვალების ირგვლივ კანი გაიახალგაზრდავონ. აი ამ პროცედურის შესახებ თუ შეიძლება ცოტა ვრცლად ვისაუბროთ, რა პროცედურა არის თუ არა მტკივნეული, არის თუ არა ბევრ ხარჯებთან დამოკიდებული, ჭირდება მას თუ არა ოპერაციული ჩარევა.
გადავედით ყველაზე საინტერესო თემაზე, ჩემთვის მოგახსენებთ, ეს არის ახალი უახლესი მეთოდი, რომელსაც ეწოდება არაოპერაციული ბლეფაროპლასტიკა, ჯეტ პლაზმა ბლეფაროპლასტიკა მეორენაირად, რომელიც გულისხმობს თვალის ირგვლივი მიმიკური ნაოჭების გასწორებას, გაახალგაზრდავებას, ესე ვთქვათ, და არა მარტო თვალის ირგვლივ, შესაძლოა ამ აპარატით მოხდეს პერიორალური და პერიაურიკულარული მიდამოს დამუშავებაც ეგრეთ წყალებში, რომელიც ითვალისწინებს ანუ მიმიკური ნაოჭების გასწორებას და რის ხარჯზე ხდება ახლა ეს გასწორება. ეს არის ოპერაციული ჩარევა, თუ არა? ეს არის არაოპერაციული ჩარევა, ანუ ალტერნატიული საშუალებაა ბლეფაროპლასტიკაზე თუ ვისაუბრებთ, ოპერაციული ბლეფაროპლასტიკის ალტერნატიული საშუალება. ჯერ არ არის ეს დანერგილი, ეს ახალი ხილია, ესე ვთქვათ, მით უმეტეს ქუთაისში და რა ხდება, ანუ სპეციალური აპარატით, რომელიც ახდენს თერმულ მიკროტრამვების მიყენების შედეგად ხდება კანის მთლიანობის ან კანის ზედაპირის მასშტაბის დაპატარავება, ანუ შეჭმუხნა, ესე ვთქვათ, რის შედეგადაც მასშტაბი მცირდება კანის ზედაპირის, ნაოჭები ქრება, ესე ვთქვათ, და უშუალოდ მანიპულაციის პერიოდშიც კი შეამჩნევთ თუ დააკვირდებით, როგორ პატარავდება კანი, ანუ თვალის ირგვლივ ბლეფარების ზონები როგორ პატარავდება ამ აპარატით დამუშავების შედეგად. ბუჭა ეკიმო, არის თუ არა ეს პროცედურა მტკივნეული? ეს პროცედურა მტკივნეული არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ხდება ანესთეზირება, ანუ ტკივილის გაკუჩება ხდება სხვადასხვა მეთოდებით. პირველი არჩევის ამ შემთხვევაში არის ადგილობრივი ანესთეზია, საანესთეზიო კრემების საშუალებით, თუმცა, როდესაც ვერ უმკლავდება ადგილობრივი ანესთეზია, ამ შემთხვევაში ხდება ინიექციას სპეციალური სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებებით. რა თქმა უნდა, შესაბამისი კვლევით თუ არ არის პაციენტი ალერგიული ამ თუ იმ საანესთეზიო საშუალებისგან. რამდენ ხანს გრძელდება თვალის ირგვლივ კანის გაახალგაზრდავებისთვის ეს პროცედურა და რამდენ ხანში იდგება შედეგი? პროცედურა გრძელდება დაახლოებით 2 საათი, ორივე თვალზე 2 საათი გრძელდება. შედეგი დამოკიდებულია თვითონ შემდგომ პოსტოპერაციულ პერიოდში, ოპერაციაც არ შეიძლება ამას დაიქოს, პოსტმანიპულაციურ პერიოდში დამოკიდებული ამაზე თუ როგორ ასრულებს რეკომენდაციებს პაციენტი, ექიმის რეკომენდაციებს, კერძოდ ეს ითვალისწინებს პროცესის შემდგომ შესაბამისი კრემების გამოყენებას, შესაბამის მოვლას და ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რაც მე გავიგე თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხდება მარტივად ვიწახით და გასაგები რო იყოს სხვებისთვისაც, კანის თვალის ირგვლივ კანის თერმული, ანუ დაწვა, აშრევება და შემდგომში ხდება ხელახალი რეგენერაცია. შემდგომში რეგენერაციის პერიოდში, ანუ შეხორცების პერიოდში, კანის რეგენერაციის პერიოდში წარმოიქმნება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც უფრო მეტ ელასტიურობას მატებენ კანს, აღარ არის ისეთი უხეში, აღარ არის იქ გაუწყლოებული კანი, ესე ვთქვათ, გამომშრალი აღარ არის, ის ივსება სპეციფიური ნივთიერებებით, რომლებიც კანს უფრო მეტ ახალგაზრდა ეფექტს სძენენ, ესე ვთქვათ. დაახლოებით 3 წელი მაინც თუ მიყვებათ ეს ეფექტი ქალბატონებს. ეფექტი ძალიან დიდ ხანს გრძელდება, გამომდინარე იქედან, რომ ეხლა რო გავითვალისწინოთ, ეხლა უხეშად რო ვთქვათ, რომ პაციენტებისთვის ადვილად გასაგები იყოს. რამდენი წელი ჭირდება, ვთქვათ, კანის მიმიკური ნაოჭის გაჩენას. იქ თუ კი მოვახდენთ პროცესის კუპირებას და აღვადგენთ მის მთლიანობას, შესაბამისად ეს 3 წელზე მეტ ხანსაც გრძელდება ეს პროცესი და შესაბამისად ძალიან ეფექტურია. ანუ ძვირფასო ქალბატონებო და განსაკუთრებით იმ ქალბატონებს მიმართავ, ვისაც აწუხებს ეს პრობლემა, თვალების ირგვლივ უჩივის ნაოჭების მომრავლებას ქუთაისში, კლინიკა გიჩი უკვე არსებობს სპეციალური კაბინეტი, სადაც თქვენ ოპერაციის გარეშე შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი თვალების ირგვლივ გაახალგაზრდავებული კანი და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ეს პროცედურა არც საკმაოდ დიდ თანხებთან არ არის დაკავშირებული, არის უმტკივნეულო და როგორც ექიმი გვეუბნება, შედეგით საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება. ბატონო ბუჭა, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ხალებზე. ახლა თუ შეიძლება იმ სხვადასხვა წარმონაქმნებზე ვისაუბროთ, რომელიც შეიძლება კანზე გაჩნდეს ადამიანის სხეულის ნებისმიერ ნაწილზე. რა წარმონაქმნებზეა საუბარი, ალბათ პაპილომა და კი ბატონო, მოგახსენებთ, ანუ სხვადასხვა წარმონაქმნები საჭიროა მათი დიფერენცირება მოხდეს. ძირითადად წარმონაქმნებს რაც შეეხება ახალგაზრდა ასაკში ხდებით ისეთი გენეზის წარმონაქმნებს, რომელიც არის ვირუსული, გულისხმობ პაპილომატოზურ მეჭეჭებს, რომელიც დაკავშირებულია ძირითადად აი ამ პაპილომა ვირუსთან. და მისი აღმოცენების წყარო
ძირითადად არის ერთი დასნებოვნებული ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადადების გზით. საშიში ამ შემთხვევაში თუ კი პაპილომატოზურ ვირუსებთან, პაპილომა ვირუსთან ასოცირებულ მეჭეჭებთან გვაქვს, საშიში არაფერი არ არის. არსებობს ორი მეთოდი ამ წარმონაქმნთან გამკლავების, ეს არის კრიოდესტრუქცია, ანუ თხევადი აზოტით ადგილობრივად მოყინვა ამ წარმონაქმნების და არსებობს ელექტროკოაგულაციის მეთოდით, რომელიც დენის ელექტროენერგიის წყაროს შედეგად სპეციალურად ახდენს ადგილობრივად კოაგულირებას და მოკვეთას აი ამ სხვადასხვა წარმონაქმნების. მე მინახავს ადამიანები, რომლებსაც ეს პაპილომები აქვთ თვალზე, აქვთ კისერზე, სახის მიდამოებში და არ არის საშიში მათი მოცილება. კი ბატონო, არც ერთ მიდამოში არ არის მისი მოცილება, თუ საქმე გვაქვს ნამდვილად პაპილომასთან, რა ადგილიც არ უნდა იყოს ეს სხვადასხვა ლოკალიზაციის მიხედვით. ჩვენ ძვირფასოვანი მაყურებლებო სტუმრად გვყავს ექიმი დერმატოვენეროლოგი, ამიტომ მომდევნო ჩვენი შეკითხვა იქნება ასეთი: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. რა დაავადებებთან გვაქვს საქმე და რამდენად აქტუალურია? როგორ ხდება პრევენცია და დიაგნოსტირება სექსუალური დაავადებების, უკაცრავად სექსუალური გზით გადამდები დაავადებების? მოგეხსენებთ, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო დროს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტები შესაძლოა არ იყვნენ ამის შესახებ ინფორმირებული. აი მაგალითად გავავლევდი პარალელს, თუ კი ადრე იყო ესეთი ყველასთვის კარგად ცნობილი ეგრეთ წოდებული ტრიფერი და ტრიხამონა, როგორც არის გავრცელებული საზოგადოებაში, რეალურად საქმე გვაქვს გონოკოკთან და ტრიქომონიასთან. ეხლა უკვე ეს დაავადებები ჩაანაცვლა და უფრო აქტუალური გახდა ისეთი დაავადებები, რომლების დიაგნოსტირება, თქვათ, ესე ვთქვათ, პაციენტმა თუ განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, ვერ მიხვდება ის, რომ მას რაღაც სჭირს, რაღაც სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აქვს. ანუ რაიმე განსაკუთრებული ჩივილები ამ დროს არ ექნება. განსაკუთრებული ჩივილები, კერძოდ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ესეთი უჯრედში გაინფექციები, რომლებიც სადიაგნოსტიროთ უფრო რთულია, ვიდრე ვთქვათ, გონოკოკი და ტრიქომონა და იმიტომ რომ მათი ზომები არის ძალიან პატარა, მათ სჭირდება სპეციალური მეთოდით, PCR მეთოდით კვლევა, რადგანაც ყველაზე ინფორმატიული ამ შემთხვევაში არის PCR მეთოდით კვლევა და პაციენტები რატო ვერ გებულობენ? იმიტომ ვერ გებულობენ, რომ მას არ აქვს რაღაც განსაკუთრებული გამოვლინება, ესე ვთქვათ. არ ახასიათებს იგივე სიმპტომები, რაც ახასიათებს გონორიას და ტრიქომონიას და არის ესე ჩუმად მიმდინარე, მაგრამ მე ამას დავარქმევდი ჩადებულ ბომბს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ხანგრძლივ პერსპექტივაში შემდეგ ვითარდება, ღებულობს ქრონიკულ სახეს, პაციენტები ამ შესახებ ინფორმირებული არ არიან და შემდეგ ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რომლებიც გადაკვალიფიცირდება გინეკოლოგის და უროლოგის პრობლემად. ანუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ეჭვი, რომ აქვს რაიმე სქესობრივი გზით გადამდები დაავადება? ეხლა ვიგეტყვით. ანუ სასურველია ყველა ადამიანმა 6 თვეში ერთხელ შეამოწმოს უბრალოდ ჩაიტაროს ნაცხის ანალიზი, ჩაიტაროს შარდის ანალიზითაც ხდება სხვათა შორის ამ დაავადებების დიაგნოსტირება. ყველა ადამიანი, ვინც სქესობრივად აქტიურია, ესე ვთქვათ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეხება ეს, ვისაც მრავალი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს. და ეს ძალიან საყურადღებოა იმ მხრივ, რომ შემდგომში არ გამოიწვიოს უფრო დიდი პათოლოგიები, უფრო სერიოზული პათოლოგიები, როგორიც არის მაგალითად უშვილობა, როგორიც არის სხვადასხვა გინეკოლოგიური თუ უროლოგიური პრობლემები და გამომყოფთი ყველაზე ხშირად ამ უწყინარმა ბანალურმა ინფექციამ შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ დაავადებებამდე, როგორიც არის პროსტატის კიბო და ასე შემდეგ. ნუ რას ბრძანებთ? შემეშინდა. ჩვენს გადაცემას, ბატონო ბუჭა, აქვს ასეთი ტრადიცია. ჩვენს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ექიმი გვაძლევს ხოლმე რჩევა დარიგებებს მისი პროფილიდან გამომდინარე. თქვენ რას ურჩევთ როგორც დერმატოვენეროლოგი ადამიანებს კანთან დაკავშირებულ პრობლემებზე? აი როგორ უნდა მოუაროთ კანს, როგორ შეიძლება უფრო ჯანსაღად და უფრო კარგად გამოიყურებოდეს ადამიანების კანი, რა უნდა გავაკეთოთ, მარტივი რჩევები ამისთვის და რა თქმა უნდა დაკავშირებული ვენეროლოგიასთან რჩევები ჩვენს მაყურებლებს. იმისათვის რომ დერმატოლოგიურმა პრობლემებმა არ შეგვაწოხოს და არც ვენეროლოგიურმა, დერმატოლოგიურს გამოყოფ ამ შემთხვევაში პირველად საჭირო არის ადამიანმა საკუთარ გარეგნობა, საკუთარ კანს დაუთმოს ცოტა უფრო მეტი ყურადღება, ვიდრე ის აქამდე უთმობდა, ვთქვათ. იმიტომ რომ სეზონურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა გარემო ფაქტორებით ცვლილებასთან დაკავშირებით, სტრესულ სიტუაციებში და ასე შემდეგ კანის სტრუქტურული მდგომარეობა იცვლება და ხვდებით სხვადასხვა გამონაყარს. იმისათვის რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, სასურველია გამოვიყენოთ სწორი მოსავლელი საშუალებები, კანის დასაბანი და მოსავლელი საშუალებები.
რაღაც ის აღმოჩენის შემთხვევაში არ მიმართონ თვითმკურნალობას და მიმართონ პროფესიონალ ექიმ დერმატოლოგს, იმისათვის რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტირება და ზუსტი მკურნალობა, რათა ეს დაავადება შემდეგ გადაკვალიფიცირდეს უფრო სერიოზულ და არ მიიღოს ქრონიკული სახე. ხოლო რაც შეეხება ვენეროლოგიას, ვურჩევდი მოსახლეობას პრევენციის მიზნით ყველამ ჩაიტაროს აბსოლუტურად მინიმუმ 6 თვეში ერთხელ ანალიზები, სკრინინგი, რათა გამოირიცხოს შემდგომი უფრო შორტწასული და ქრონიკული პათოლოგიები და ასევე პრევენციის მიზნით, რაც ლომის წილს თამაშობს, ეს არის პირადი ჰიგიენა, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ ვერ დავიკვეხნიდი, რომ ჩვენს რეალობაში აქტუალურად მიმართავენ ამ პირად ჰიგიენას, თუმცა ეს არის ერთ-ერთი მთავარი საპრევენციო ზომა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ყველაზე აქტუალური შეკითხვა ქალბატონებისგან. არის ეს მითი თუ არის ეს სინამდვილე? შესაძლებელია თუ არა საპნით სახის დაბანა? შესაძლებელია რა. რამდენად აზიანებს თუ არ აზიანებს? საპნით, ამ შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ მის მყარ კონსისტენციას, საპონი არ აზიანებს, მაგრამ გააჩნია რომელ საპონზე გვექნება საუბარი, ძალიან ბევრი საპონი არსებობს, რომელსაც მე მაგალითად სახისთვის რეკომენდაციას არ გავუწევდი. გასაგებია და კიდე ერთი შეკითხვაც და დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. ადამიანის კანის ჰიგიენისთვის რამდენჯერ ბანაობაა საკმარისი? საკმარისი, ესე ვთქვათ, საკმარისია დღეში ერთხელაც რო იბანაოს, მაგრამ დღეში 10 ჯერაც რო იბანაოს ადამიანმა, ამით არაფერი არ დაუშავებს. ზიანი არ მიადგება. ძალიან დიდი მადლობა ბუჭა ექიმო, რომ მოძებნეთ დრო და ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ, განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებიც საკუთარი თავის მოვლა გავამაზებით არიან დაინტერესებული და რა თქმა უნდა იმ ადამიანებსაც, ვისაც კანთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნია. ჩვენ ნამდვილად ხმამაღლა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაის კიდევ ერთი კარგი მაღალკვალიფიციური ექიმი, დერმატოვენეროლოგი შეემატა ბატონი ბუჭას სახით, რომელიც უცხოეთიდან დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის გასაგრძელებლად. ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახლდათ ექიმი დერმატოვენეროლოგი ბატონი ბუჭა ჩაკვეტაძე. ჩვენ საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით გვიყურეთ ყოველ შაბათს 19 საათზე მეგატივის ეთერში.